გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია რაგბი TV, რომელიც წარმოგიდგენთ კროკობეთ დიდიათის გათამაშების მე-15 ტურის მატჩს, სადაც ბოლნისის ყოჩები დაუპირისპირდება თბილისის არმიას. თამაში გაიმართება ნუცუბიძეზე, პლატო არენაზე, რაგბი პლატოზე და ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია ყოჩებისთვის. ერთგვარი მე დავარქვევდი ამ თამაშს ბოლო შანსს ყოჩებისთვის, რათა დარჩეს დიდიათის გათამაშებაში. რაც შეეხება არმიას, თავის მხრივ არმია მაღალი მიზნებისთვის იბრძვის წლევანდელ წელს, ისინი მყარად არიან ზედა 6-ში ჯერჯერობით და აქვს შანსი ამოგებით გადავიდნენ მეოთხე ადგილზე, იქამდე სანამ ხვამლი ჩაატარებს თავის მატჩს. დღეს ვიქნებით თქვენთან ერთად ირაკლი ბაღათურია და ლევან მათეშვილი. მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, რამდენიმე წუთია მატჩის დაწყებამდე დარჩენილი, შესაძლებლობა გვაქვს გავეცნოთ გუნდების ძირითად შემადგენლობას. ნომინალური სტუმარი გუნდით დავიწყებ არმია. შერკინების პირველ ხაზში პირველი ნომრით საბა გოგოლაური, 2 ლევან ჭავჭავაძე, 3 ალექსანდრე ტაბატაძე, მეორე ხაზში 4 ნომრით ჯესე მაროვია, 5 ვანო ბერიკაშვილი, მესამე ხაზი 6 ნომერი რობერტ სავოიანი, 7 თენგო გიგოლაშვილი გუნდის კაპიტანი, 8 ამირან სახელაშვილი. ნახევარდაცვაში 9-10 ნომრით კოტეიაშვილი და რეზი ხარაზიშვილი შეუწყვილდებიან ერთმანეთს, ფრთებზე 11 ბექამ აჭარაშვილი, 14 ლუკა კეშელავა, ცენტრები 12 და 13 ნომრით სანდრო სესიაშვილი და დავით ბარბაქაძე, ხოლო ფულბექის პოზიციაზე 15 ნომრით მერლს პიტერსი ითამაშებს. გუნდის მწვრთნელი კი ლაშა ბაირამაშვილი გახლავთ. ახლა კი გადავიდეთ მასპინძლებზე ბოლნისის ყოჩების შემადგენლობა. პირველ ნომრად გაგა გორგასლიძე იქნება, 2 ნომერი ლაშა საჯაია და გუნდის კაპიტანი იქნება დღევანდელ მატჩში, 3 ელდარ პატარაია, 4 ნიკოლოზ თეზელაშვილი, 5 მიხეილ აბრამიშვილი, 6 გურამ გოგიძე, 7 იოსებ გუშარაშვილი, 8 ნომრად ჟორამ ღებრიშვილი იქნება. ახლა გადავიდეთ უკანა ხაზზე, 9 ნომერი თენგის პერანიძე, 10 ლაშა მალაღურაძე, 11 ნომრის პოზიციაზე, მაგრამ მაისურზე 22 ნომრით ჯონი თორღვაშვილი იქნება, 12 სანდრო ფურცხვაინძე, 13 რანი ფხალაძე, 14 ლევან გოგოლაშვილი და 15 ნომრად თემურ ჭიჭინაძე. გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლავთ ვიქტორ დიდებულიძე. ასევე შევეხოთ მატჩის ოფიციალურ მხარეს. მთავარი არბიტრი დღეს იქნება გელა ლემონჯავა, რომელსაც კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და ლუკა ნიშნიანიძე დაეხმარებიან. როგორც გითხარით, ეს თამაში იქნება არის ყოჩებისთვის ბოლო შანსი იმისთვის, რომ დარჩნენ დიდი კროკობეთ დიდიათის გათამაშებაში. ყოჩებს აქვს მხოლოდ 11 ქულა. ხოლო უახლოეს მდევარს სამცხე-ჯავახეთის ტაოს 20 ქულა, მათ შორის მხოლოდ 9 ქულა სხვაობა და ორივე გუნდს აქვს 4-4 დარჩენილი თამაში. ანუ 9 ქულა ექნება ამოსაკაჩი ყოჩებს იმ შემთხვევაში თუ ტაომ ვერ მოიგო ვერცერთი თამაში. საკმაოდ რთული დავალება აქვთ ყოჩებს, რომელიც დღეს თუ ვერ მოიგეს ძალიან დაშორდებიან მიზანს. დაგეთანხმები ირაკლი, მოდი ასე ვთქვათ, რომ დღევანდელ შეხვედრაში მარცხის შემთხვევაში უკვე თეორიული შანსიღა ექნება შენარჩუნებული ყოჩებს იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ადგილი დიდაჩი. ამასობაში ვხედავთ, რომ მოთამაშეები გამოვიდნენ მოედანზე. ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი დღევანდელი მატჩის დაწყებამდე, ვისარგებლებ შემთხვევით და მოვასწრებ გითხრათ, რომ მოგეხსენებათ დიდიათის მე-15 ტურის მატჩები პარასკევს დაიწყო, უკვე გაიმართა ბათუმისა და ქუთაისის აიას დაპირისპირება, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი მატჩი გამოვიდა და მასპინძლებმა ბათუმელებმა შეძლეს 34-8 გამარჯვება. ასევე არესსა და ლელოს შორის გაიმართა საკმაოდ დაძაბული მატჩი, ბოლო წუთამდე ინტრიგა იყო ამ შეხვედრაში და საბოლოოდ გამარჯვება ქუთაისელებს დარჩათ 26-24, ხოლო რამდენიმე წუთის წინ რუსთავის ხარებისა და ყაზბეგის შეხვედრა დასრულდა. ამ შემთხვევაშიც მასპინძლების გამარჯვებით 50-25 გაიმარჯვა ხარებმა. ეხლა უყურებდი დარჩენილ თამაშებს და ყოჩებს უწევს შემდეგ თამაში ლელოსთან, ამის შემდეგ აიას მიიღებს და ბოლო თამაში ექნება ტაოს. ბოლო თამაში ტაოს დაუპირისპირდება. ამ თამაშის მერე სამივე საკმაოდ ძიმე თამაშია, იქიდან გამომდინარეც, რომ აია ცოტა ისე მყარად ვეღარ არის პირველ ადგილზე, დააქვეითდნენ, ჩამოვიდნენ მეორე ადგილზე და
არის შანსი რომ ბათუმი წამოეწიოს, ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშის მოგება აიასთვის, თუმცა მოდი მივყვეთ დღევანდელ თამაშს და შემდეგ უკვე მცირე შესვენებებზეც კი განვიხილოთ სხვა საკითხები. პიტერსი ძალიან კარგად მოდის საკუთარი ნახევრიდან, გადაკიდა მარცხნივ ფეხი მორავიაზე, რომელიც კარგად მიყვება ძალიან გუშარაშვილის შებოჭეს ყოჩების 5 მეტრიანში. თუმცა დროულად წამოეშველნენ ყოჩების თანაგუნდელებიც მას, გაასუფთავეს რაკი და ახლა ცდილობენ ყოჩების სახიფათო ზონიდან გამოსვლას, მაგრამ მაგრად აწუხებენ მოწინ არმიის მოთამაშეები. ხო, საკმაოდ დომინანტური პერფორმანსი იყო პირველივე წუთებიდან არმიელთა მხრიდან, მელს პიტერსმა ძალიან კარგად გაჭრა ხაზი, შემდეგ მიხვდა რომ ახლოს არ იყო მიმყოლი და ფეხი დაარტყა დაუცველ ზონაში, სადაც წნეხი დაადეს მეტოქეს და ძალიან მძიმედ დასრულდა ეს ყველაფერი ყოჩებისთვის. ახლა საპირისპიროდ პირველივე ეპიზოდში საკმაოდ კარგად გამოვიდნენ არმიელები, მეტოქის 5 მეტრიანთან იქნება მათი შერკინება. კი, თან საკმაოდ კარგი შერკინება ყავს არმიას, მცირე დიდ გადახალისებულია. არ არის ჩხარტიშვილი, რომელიც ერთ-ერთი შეუცვლელი წევრია 3 ნომრის პოზიციაზე, მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება არმიელთა შერკინება. მისცა ბიძგი არმიამ, იქვე არის ბურთან იაშვილის სწრაფადვე გამოიტანა, შეუტია სესიაშვილი, რომელიც 20 წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, სამხრეთ აფრიკასთან ორივე თამაში ითამაშა და ძალიან კარგად მიუბრუნდებით ამ საკითხს. იაშვილი მარჯვნივ მაროვია, ორმაგი ბოჭვა ძალიან კარგი. ჯარი მოდიცავს ჯერჯერობით ყოჩები თავს, კიდევ ერთი მიძალება არმიელების, ამჯერადაც ორი ბოჭავის წინააღმდეგ აღმოჩნდა არმიის მოთამაშემ. იაშვილი კარგი პასი ძალიან ჭავჭავაძე შევიდა ინტერვალში, გაასუფთავდა რაკი, სწრაფი ბურთია საჭირო, სესიაშვილზე გამოდის, თუმცა ახალგაზრდა მორაგბე ტექნიკური წუნი წინ თამაში და კარგი დარტყმის შანსი ჰქონდათ ახლა ყოჩებს, მაგრამ არც თუ ისე კარგად დაარტყა მაჭარაშვილი. წამოიღო პიტერსმა ცრუ მოძრაობები. შებოჭეს პიტერსი, გრძელდება ყოჩების კონტროლქვეშა ბურთი, ამჯერად მაჭარაშვილი არის რთულ ვითარებაში. თუმცა დაიტოვეს ბურთი არმიელებმა და ისევ იაშვილი იწყებს თავისი გუნდის შეტევას. ბერიკაშვილიც კარგი იყო მიძლებაზე, რამოდენიმე მეტრი მოიგო და ახლა უკვე დააგრძელა იაშვილმა რაკი და ფეხით გადაიტანს ბურთს მეტოქის ნახევარზე, დაკიდა მაღალი ბურთი. ჩანს არადამაჯერებელი თამაში ჰაერში, უვარდებათ ბურთი და კიდევ ერთი შერკინება მოედნის ცენტრთან იქნება ამჯერად არმიელების შერკინება. კარგად ითამაშა ლევან გოგოლაშვილმა, თუმცა მცირე ტექნიკური წუნი ჰქონდა ჰაერში თამაშის დროს. ამ შემთხვევაში მსაჯები იზღვევენ ხოლმე თამაშს და თავს და დებენ ხოლმე წინ თამაშს, იქიდან გამომდინარე რომ მსგავსი სიტუაციები წინ თამაშად ითვლება თანამედროვე რაგბში. მცირე რჩევადარიგებები გელასგან ორივე გუნდის პირველ ხაზელებს და დაიწყება ახლა. მოეწყობა ახლა შერკინება, სადაც ბურთს კოტე იაშვილი შეაგორებს. პირველ ეპიზოდში ვერ მოიპოვეს ჯარიმა და უპირატესობა არმიელებმა, ვნახოთ ამჯერად რახეირის მიღებას შეძლებენ. თუმცა თითქოს იგრძნობოდა რომ რაღაც უკეთესი ბიძგი სწორედ არმიელებმა მიიტანეს და მაგრად განაყოჩები და ჩავარდა პირველი ხაზი არმიელთა, პირველი ჯარიმა ძალიან კარგ პოზიციაში ყოჩებს იმისთვის რომ გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე. ერთი ისიც ვთქვათ ლევან რომ ყოჩები არის ის გუნდი, ხასიათის გუნდია. გასული წლების სეზონში ძალიან ცუდად იწყებდნენ ჩემპიონატს, შემდეგ ისეც ყოფილა რომ მესამე ადგილისთვისაც გამოუკრავთ ხელი, ისეთი შარშანი, ისეთი ოპონენტი დაამარცხეს, როგორიც ქუთაისის არესი იყო თან ქუთაისში და შემდეგ მძიმე ბრძოლაში ლელოსთან დამარცხდნენ. ამით იმის თქმა მინდა რომ
მობილიზების რესურსი აქვთ და ნამდვილად. რაღაცა ერთი თამაშის თუ ორი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ, მაგრამ ამისთვის იმაზე მეტი უნდა გაიღონ ვიდრე ამ სეზონში რომელიმე თამაშისთვის გაუღიათ და ვნახოთ, აი ამიტომ არის ეს თამაში დღევანდელი მატჩი საინტერესო, რომ დასაკარგი უბრალოდ აღარაფერი და საუბრობდი რეპორტაჟის დაწყებისას ზუსტად ამ მომენტზე და უკვე ისეთ ფაზაშია დიდი 10 შესული, რომ ახლა ყოჩებისთვის თითოეული გამარჯვება საკმაოდ ძვირად ფასობს. კარგი მოლი შეკრეს. თუმცა საბოლოოდ საჯაია ბურთს აკონტროლებს, მაგრამ ჯარიმა მოლი დაუშალეს, აბა ვნახოთ ერთი წამი. გელამ გააჩერა თამაში საინტერესოა აქ ვინმე ტრავმა მიიღო თუ არა. საინტერესო ვინ არის საჯაია? ძალიან ძიმე დანაკლისი იქნება თუ გუნდის კაპიტანს დაკარგავს ბოლნისის ყოჩები მატჩის პირველივე წუთებზე. იმედი ვიქონიოთ, რომ სერიოზულ ტრავმასთან არ გვექნება საქმე. აღმოუჩენენ ახლა დაშავებულ მოთამაშეს დახმარებას. კი ვისარგებლებ შემთხვევით და რაგბი ტივის გულშემატკივარს შევახსენებ, რომ დღეს ნამდვილი სარაგბო დღესასწაული გველის მოგეხსენებათ ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კვლავ განახლდა 6-ერი და პირველივე მატჩი 18 საათსა და 15 წუთზე ირლანდიისა და საფრანგეთის დაპირისპირება შედგება. ირლანდია მიიწევს 6-ერის ჩემპიონობისკენ, მათ შორის გრანდ სლემის მოგებისთვის და ამ გზაზე კი 2-2 დაბრკოლება გადარჩა დღეს საფრანგეთი და უკანასკნელ ტურში უკვე იტალია, ხოლო ირლანდიისა და საფრანგეთის თამაშის დასრულების შემდეგ უკვე 20 საათსა და 45 წუთზე არანაკლებ საინტერესო დაპირისპირება გველის, რომელშიც შოტლანდია უელსს დაუპირისპირდება, ასე რომ დარჩით რაგბი ტივიზე და ერთად ვისიამოვნოთ ამ ევროპული სანაკრებო რაგბის დღესასწაულით. სამწუხაროდ ლაშა საჯაია ვეღარ გააგრძელებს თამაშს და მის მაგირვად შემოვა ძალიან გამოცდილი ასევე მორაგბე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ლაშა მალაღურაძესთან ერთად ყოჩების რიგებში ჯაბა ბრეგვაძე საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე, კვაჭი, სუპერ რაგბის გამოცდილება, ტოპ 14-ის გამოცდილება, ვინც ადევნებდა სუპერ რაგბის გამოცდილება სანვულში ჯაბა ბრეგვაძის ასპარეზობა. საკმაოდ გამოცდილი მორაგბე. მატჩის მე-6 წუთზე გაგრძელდება თამაში მცირე შესვენების შემდეგ. გადაიტანა ბურთი მალაღურაძემ კიდეზე და ახლა შემოსული ჯაბა ბრეგვაძე მოაწვდის ბურთს დერეფანში. გაგა გორგასლიძე კი როგორც ჩანს გამომცხადებელია კომბინაციის სრული დერეფანი, რომელიც დააყენეს ყოჩების მორაგბეებმა. გუშარაშვილი დადგა მოლის ბოლოში ჯაბა ბრეგვაძე აღმოჩნდა, თუმცა ბურთზე თამაში ძალიან გაუჭირდა გამოცდილ კვაჭს და საბოლოო ჯამში ჩაიხურა კიდევაც. მთავარი პრობლემა ამ მოლში იყო, რომ ბურთი ვერ აღმოჩნდა, ვერ მივიდა კარგად ჯაბა ბრეგვაძემდე და სადღაც შუაში გაიჭედა, შუაში კი ყოველთვის ადვილისა და ნადავლი არის ხოლმე მეტოქისთვის და ეხლა რეზი ხარაზიშვილი გამოვა საკუთარი 22-დან ამ ყველაფერს არც თუ ისე სახარბიელოთ, მაგრამ წითელი ზონიდან გამოდიან. გამოვიდნენ 22 მეტრიანს ოდნავ დასრულდნენ. გაცვალეს ეპიზოდები ყოჩებმა და არმიამ, თითო-თითო ჯერ შევიდნენ მეტოქის 5 მეტრიანში და ორივე შემთხვევაში კარგად გაისარჯა დამცველი გუნდი, რადგან ხედავთ, რომ უცვლელია ტაბლოზე ანგარიში. მეტოქის 22 მეტრიანთან ყოჩების მორიგი დერეფანი. ჯაბა ბრეგვაძე ბურთით. ბოლოკაძე აგდებული ბურთი, კარგი იყო ძალიან.
გოგიძე ჟორამ ღებრიშვილის მიძალებაც კარგად იარამ ღებრიშვილმა მიუახ გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, გრძელდება ყოჩების შეტევა, კარგი პასი ფრთაზე, მაგრამ პიტერსის შესანიშნავი ბოჭვა იყო თორღვაშვილს არ დაუტოვა შანსი იმ ეპიზოდში. კარგია გუშარაშვილი, რომელიც აი ასეთ ეპიზოდებში ძალიან ეფექტურია, გულისხმობ კონტაქტის არის, აბრამიშვილის წასვლა მიძალება, აქაც კარგი იყო აბრამიშვილი, შებოჭილი ამ ბოჭავმა უნდა გაუშვას ხელი, მთავარია გადაგორდნენ ახლა თბილისელები და სუფთა ბურთი კონდეთ ყოჩებს კარგი ჩათამაშება. კვლავ გუშარაშვილი გადააწოდა თანაგუნდელს. ჯერჯერობით წინსვლას ვერ ახერხებს ბოლნისის ყოჩები. დაიხიეს უკან პერანიძე. რანი ფხალაძე კარგად დახვდნენ ფხალაძეს, ცდილობენ ახლა მის ფეხზე შენარჩუნებას, გადავიდა საბოლოოდ ბურთი მიწაზე. ჩანს ბურთი, მისცა გელამ თამაშის საშუალება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეუულიათ ახლა გამოიყენონ ბურთი, გამოვიდა ბურთი მალაღურაძეზე, რომელიც არეკნით ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა ცოტა დააკლდა. ოდნავ უმტყუნა სიზუსტე. ცენტურიონ 10 ნომერს. მას ზუსტად 100 თამაში აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ლავ საკუთარი 22-დან განაახლებენ არმიელების შეხვედრას. როგორც ჩანს, არმიელთა ერთი მოთამაშეა დაშავებული, რომელსაც აღმოუჩენენ დახმარებას, რის შემდეგაც განახლდება შეხვედრა. თენგო გიგოლაშვილი, რომელმაც კაპიტნის როლი მოირგო და დღეს ის სწორედ ის უკაპიტნებს თბილისის არმიას. საკმაოდ გამოცდილი, კარგი მესამე ხაზელი. ჭიჭინაძე, მაღალი დარტყმული ბურთი. როგორი არადამაჯერებლად ითამაშეს არმიელებმა, ბურთი ყოჩებს აქვთ. თუმცა ორმაგი წინ თამაში ჯერ თბილისის არმიის მხრიდან წავიდა ბურთი წინ, ხოლო შემდეგ ყოჩების მხრიდან, რაც ნიშნავს, რომ ყოჩების იქნება შერკინება არმიელთა მხარეს. ცოტა პირველი წუთების მერე დამკვიდრდა ყოჩები მეტოქის ნახევარზე დაახლოებით. ჯერ იყო რომ 22-ში, აი ახლა 22-ს გარეთ არიან, მაგრამ უტრიალებენ. გაზარდა ტერიტორიული უპირატესობა ყოჩებმა. წინა ორ შემთხვევაში იყო არმიელების შერკინება, ვნახოთ ამჯერად საკუთარ შერკინებაში როგორ მიაწვევიან ყოჩები. ემზადება შერკინება მოსაწყობად, ხედავთ თერგის პერანიძეს ბურთით. თავისუფალი ყოჩებს სწრაფად გაათამაშა პერანიძემ, გადააწოდა იქონყოფ თანაგუნდელს, აკრიფეს ისრაფე ყოჩებმა, კარგი წინსვლა ფეხით შეცურებული ბურთი საბოლოოდ ვერ დაეწია ბურთს თორღვაშვილი, კარგი ჩანაფიქრი ჰქონდათ ნამდვილად ყოჩებს. თუმცა არც ეს იყო ცუდი ვარიანტი იქიდან გამომდინარე, რომ პატარა შეცდომაც კი შეიძლება ამ წერტილში ძვირად დაუჯდეს ნებისმიერ გუნდს. ახლა აქცენტი უნდა გაკეთდეს სუფთა დერეფანზე, რომ მოიგონ არმიელებმა და შემდეგ აქედან შეეცადონ რაც შეიძლება შორს გამოვიდნენ. ნახოთ ბერიკაშვილი შუაში კარგად იმოძრავა ძალიან, იაშვილზე გამოვიდა, იაშვილმა გამოუტანა ბურთი სავოიანის შეჩერება მოახერხეს ყოჩების მორაგბეებმა და ძალიან ინტენსიური თამაში არის ბოლნის თბილისის არმიის 15-იანში, თუმცა აქ სულმა წაზლია ჟორამ ღებრიშვილს 9 ნომერზე ითამაშა. ახლა უკვე მშვიდად და თავისუფლად ყოველგვარი წნეხის გარეშე მიეცათ შესაძლებლობა არმიელებს საკუთარი სახიფათო ზონიდან გამოსვლის. 9 ნომრის წესი, რომელმაც აი თითქოს ეს ნაცრისფერი ადგილი ამოავსო და მისცა საჯებს იმის საშუალება, რომ ეს მყარად გასცენ ხოლმე ჯარიმა და მოთამაშემაც უკვე იცის, რომ თუ 9 ნომერზე წავა და ესე ითამაშებს და ისჯება ჯარიმით, რაც ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ უნდა გაეთვალისწინებინა ჟორამ ღებრიშვილს.
რადგან არმიელები საკმაოდ თავისუფლად და წნეხის გარეშე გამოვიდნენ საკუთარი. მშვენივრად გააკეთა ეს ყველაფერი პიტერსმა, მართალია ბურთი რჩება არმიელთან ნახევარზე, მაგრამ 10 მეტრიან წვეტილთან იქნება მათი დერეფანი. დამაჯერებლად ორი ხელით მოიპოვეს ბურთი დერეფანში, მძლავრი მოლით შეკრეს. თუმცა მოეხსნა მოლს ჭავჭავაძე, იმორჩილებს ბურთს და გადადის თამაში რაკში. აქ არც თუ ისე კარგი პოზიცია ყოჩების მხრიდან, კარგი წინსვლა არმიელების. ხელდახელ ჩათამაშებული პასები წავიდა გაგლეჯვაზე არმიის მოთამაშე, თუმცა აღმოჩნდა თითბაშად 3 ბოჭავის წინააღმდეგ. რაკია კოტიკო იაშვილი გამოვიდა ბურთი მარცხნივ, ბერიკაშვილის მიძალებაც საკმაოდ კარგი იყო, თუმცა ეს ტემპი ისეთი ვერ იყო, თუმცა ეს დარტყმული ძალიან კარგი იყო. როგორც ჩანს ჩავარდა მოედანში და ისე გადავიდა ყოჩახ თბილისელების 9 ნომერს. გადაიტანა თამაში. ვარზე გაიარა, იყო შესაძლებლობა რომ რამდენიმე სანტიმეტრიც და დარტყმის ადგილიდან განახლებულიყო მატჩი, თუმცა გადაიტანა თამაში მეტოქის ნახევარზე, ახლა ყოჩებისგან ველით შეტევას. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ვანო ბერიკაშვილის უკვე მესამე ძალიან კარგი თამაში აუთში. მოაწოდა ბურთი ბრეგვაძემ, ასევე ორი ხელით დამაჯერებლად მოიგო გუშარაშვილმა და საბოლოოდ მალაღურაძემ დაკიდა მაღალი ბურთი. თორღვაშვილმა აქეთ მხარეს გადმოაგდოს რანი ფხალაძე და საბოლოო ჯამში წინ თამაში მორიგი შერკინებით გაგრძელდება დღევანდელი შეხვედრა. მონიშნა ადგილი შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ემზადება შერკინება მოსაწყობად. ერთი შერკინება თითქოს თანაბარი იყო, მეორე შერკინებაში დაჯარიმდნენ არმიელები და მესამეში თავისუფალი ჯარიმით დაჯარიმდნენ უკვე არმიელები. ნახოთ ამ შერკინებას როგორი გაგრძელება ექნება. პერანიძე მზად არის ბურთის შერკინებაში შესაგდებად. აი აქ ამ შემთხვევაში ვერ მოეწყო პირველი მცდელობაზე, გაესაუბრება მთავარი არბიტრი პირველ ხაზელებს, გადააწყობს შერკინებას. ელდარ პატარაია რაღაცით უკმაყოფილო იყო და ნახოთ პოზიცია შეიცვალეს ცოტათი. იცით რომ ანტონ ფეიქრიშვილი არის ბოლნისის ყოჩების სამწვრთნელო შტაბში და რაღაცას ასწავლიდა ისეც ელდარ პატარაიას. ნახოთ შემონახული ფანდები. ამჯერადაც თავისუფალი სწრაფადვე გაათამაშა პერანიძემ. კარგი სივრცე აქვს წინსვლისთვის ყოჩებს, ფთაზე გაკეთებული პასი თუ მივა ბოლომდე. დაკარგეს საბოლოოდ, დაახლოებით 5 მეტრი აშორებდა ყოჩებს მეტოქის დალელოვებამდე. ძალიან ახლოს იყო ლევან გოგოლაშვილი, თუმცა გადავსებაზე ყოჩაღად ითამაშეს არმიელებმა და არ მისცეს, არ დაადებინეს ლევან გოგოლაშვილს. ლელო, თუმცა ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს, თან გავითვალისწინეთ ის, რომ ერთი ჩათამაშებით შეძლეს და ჩავიდნენ მეტოქის 5 მეტრიანთან. დიდი უპირატესობა ჰქონდათ ფთაზე, მოშიშვლებული სივრცე იყო და კარგი წინსვლა ჰქონდა ნამდვილად გოგოლაშვილს. მეტოქის 22 მეტრიანში მოაწვდის ბურთს ჯაბა ბრეგვაძემ. მარტივად ორი ხელით მოიპოვა გუშარაშვილმა, შეკრეს მოლი ყოჩებმა. როგორც ჩანს, აკონტროლებს ბურთს ბრეგვაძე. წინსვლა ჯერჯერობით არ აქვს ყოჩების მოლს. პირიქით კარგი ბიძგი მისცა ამ შემთხვევაში არმიამ. ღერძი მოინაცვლა და ჯარიმის უპირატესობა გვერდიდან შესვლა. ბურთი ხელმისაწვდომია, პერანიძე გამოიღტანს ახლა ბურთს. მაგრამ არა, იმ ხელაზე გაიწელა ეს მომენტი, რომ
როგორც ჩანს, სხვა არაზუსტი ადგილიდან გაათამაშა პერანიძემ და არ მისცა გელა ლემონჯავამ სწრაფი შეტევის გაგრძელების საშუალება, კიდეზე გადაიტანს ლაშამალა. არა, როგორც ჩანს, კარში პრაგმატული გადაწყვეტილება და დიდი ალბათობით არც ისე რთული პოზიცია. ეხლა მცირე ანალიზივით რო გავაკეთოთ პირველი 18 წუთის განმავლობაში ყოჩები ფლობს როგორც ტერიტორიულ, ასევე მოედნის, ასევე ბურთის ფლობის უპირატესობას არიან მეტოქის ნახევარზე და იქიდან ბრუნდებიან ქულების გარეშე და პრაგმატულად გადაწყვიტეს ის რომ სამი ქულა მოიპოვონ, გავიდნენ წინ და შემდეგ უკვე იფიქრონ ამ უპირატესობის გაზრდაზე, რაც რა თქმა უნდა პრაგმატულია თან იმ პოზიციაში, რაშიც ყოჩები იმყოფება. ემზადება ლაშა მალაღურაძე დარტყმის შესასრულებლად. მალაღურაძის დარტყმა ზუსტია, იხსნება ანგარიში, მე-19 წუთისთვის 3-0 დაწინაურდნენ ყოჩები. როგორც აღნიშნე, დამკვიდრებული იყო ყოჩები მეტოქის ნახევარზე, დიდი იყო მათი უპირატესობა, თუმცა ვერ ახერხებდნენ ამ უპირატესობის ქულებში ასახვას და ახლა უკვე ამჯერად ამ პრაგმატული გადაწყვეტილების შემდეგ გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში. ნახოთ, ჯერი უკვე არმიაზეა, ნახოთ რითი შეძლებენ სტუმრები პასუხისგაცემას. შეიყვანა ბურთი თამაში ხარაზიშვილმა, საბრძოლო ბურთი დაკიდა, როგორც ჩანს, კარგად და ხეირიანად ითამაშეს არმიელებმა, შეინარჩუნეს ეს ბურთი. თუმცა შემდეგ უკვე არც ისე კარგი პასი შეუნელდა ჩეტევის ტემპი. ბარბაკაძე შეინარჩუნა ბურთი ბარბაკაძემ, ცდილობს ჩაჯდომას ყოჩების მოთამაშე, მაგრამ დაჯარიმდა ამ შემთხვევაში. თუ არ ვწდები, ჟორამ ღებრიშვილი უნდა იყოს დაჯარიმებული მოთამაშე. კი, გელამ აუხსნა ის რომ ჟორა ღებრიშვილი თავად ბოჭავი იყო და ბოჭვის შემდეგ შებოჭილი მოთამაშე არ გაანთავისუფლა და პირდაპირ ბურთზე ითამაშა, რაც რა თქმა უნდა ჯარიმა არის, უნდა მისცეს შებოჭილ მოთამაშეს საშუალება ბურთი გაანთავისუფლოს. სხვაგვარად ძალიან რთული იქნება. მიუახლოვდა არმია. კარგი შესატევი პლაცდარმი არმიელებს გადაიტანეს ბურთი ფეხით კიდეზე და მეტოქის 22 მეტრიანში იქნება მათი დერეფანი. საკმაოდ მიუახლოვდნენ თბილისელები მეტოქის ჩათვლის მოედანს, ნახოთ. ლევან ჭავჭავაძე მოაწვდის ბურთს დერეფანში. სამწუხაროდ მცირედი ტექნიკური წუნი გვაქვს, როგორც ჩანს, დამაჯერებლად ითამაშეს არმიელებმა საკუთარ დერეფანში. კარგი წინსვლაც აქვს, მიუახლოვდნენ მეტოქის 5 მეტრიანს. მორავიას მიძალება, გრძელდება არმიელთა შეტევა. კარგად წაიღო სესიაშვილმა. ძალიან ახლოს უკვე ლელოსთან. იაშვილი 1 მეტრი აშორებს დაახლოებით არმიელებს მეტოქის ლელომდე. ბერიკაშვილს ორი კაცი დახვდა ერთბაშად, აბრამიშვილის და ბრეგვაძის დუეტი და ჯარიმის უპირატესობა იყო, თამაშგარის წესი დაარღვიეს. ყოჩებმა. პოზიცია საკმაოდ ხელსაყრელია, აქედან შეიძლება როგორც კარში დარტყმა, ასევე შერკინების მოთხოვნა, გათამაშება, კიდეზე გადასვლა, არჩევანი ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა. ნახოთ, ყოჩები არმიელებიც უპასუხებენ თუ არა პრაგმატული გადაწყვეტილებით და სწრაფადვე შეძლებენ თუ არა ანგარიშის გათანაბრებას. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. ესაუბრება ყოჩებს შეხვედრის მთავარი არბიტრი გელა ლემონჯავა. ძალიან რთული თამაში ერგო გელა ლემონჯავას სამსაჯოდ. მნიშვნელოვანი. არმიელების პასუხმაც არ დააყოვნა ასევე პრაგმატული გადაწყვეტილება. საკმაოდ მარტივი პოზიციიდან შეეცდებიან ახლა არმიელები ანგარიშის გათანაბრებას. რეზე ხარაზიშვილი შეასრულებს ამ დარტყმას, რომელიც რა თქმა უნდა ზუსტი იქნებოდა აქედან.
3-3 გაშვებული ჯარიმიდან დაახლოებით 2-20 წუთში შეძლეს არმიელებმა ანგარიშის გათანაბრება. არდა თითქოს იგრძნობოდა, რომ ლელოზე წასვლად შეეძლოთ თბილისელებს. ქმნიდნენ იმ უპირატესობას, რასაც შეეძლო ლელო მოეტანა არმიისთვის. ეს კი ლაშა მალაღურაძე, რომელიც შეეცდება ახლა განაახლოს თამაში ისე, რომ თავის გუნდს დაუტოვოს ბურთი. ნახოთ ამ ყველაფერს როგორ გააკეთებს. შეიყვანა ბურთი თამაში მალაღურაძემ. საბრძოლო ბურთი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, უფრო ხეირიანად ითამაშეს არმიელებმა. მორავიამ წამოიღო, აღმოჩნდა ორი მბოჭავის წინააღმდეგ, თუმცა შეძლო ბურთის შემაგრება. აკი იაშვილმა დააგრძელა რაკი და ფეხით გადაიტანს მეტოქის ნახევარზე ამ ბურთს. ჭიჭინაძე კარგია ჰაერში, ცენტრის ხაზზე. აბა ნახოთ აქ რაზე დაჯარიმდნენ. რაკში ვერ შეინარჩუნა წონასწორობა, გადამყრელმა დააწვა ზედ ბურთიანს პირდაპირ, რამაც მოუკლა მეტოქე გუნდს ბურთზე თამაშის საშუალება და რა თქმა უნდა ეს ჩავარდნა ჩაწოლა, როგორც გინდათ პიტერსმა კი კვლავ შესანიშნავად გადაიტანა ბურთი კიდეზე, ისევ და ისევ მეტოქის 22 მეტრიანში იქნება არმიელების დერეფანი. კარგი შეტევის პლაცდარმი. თეზელაშვილი და აბრამიშვილი. ყოჩების მეორე ხაზი იყო თქვენს წინაშე. ნახოთ ჭავჭავაძის მიერ აგდებული ბურთი. ორი ძალიან კარგი წერტილი აქვთ მაროვიასა და ბერიკაშვილის სახით, ეს კი მაროვია გამოიყენეს, თუმცა იდეალურად იქნა ჩაქცეული მოლი. წამოიღო თავად ჭავჭავაძემ, ჩამოიშვერა პირველი დამცველი, მაგრამ შეძლეს უკვე შემდეგ მისი შეჩერება, კიდევ ერთი მიძალება ამჯერად ტაბატაძე უტევდა. აგრესიულად მიაქვთ არმიელებს, თუმცა ყოჩების მორაგბეები ძალიან აგრესიულ ორმაგ ბოჭებს ახვედრებენ მეტოქეს და კონტაქტის არეში ძალიან ისეთი საინტერესო ორთაბრძოლებია. სესიაშვილი მალაღურაძის დაპირისპირება. იაშვილი გადააწოდა იქვე მდგომ ხარაზიშვილს, თავად სადა ხარაზიშვილმა ხაზის გაჭრა და მწვავე შეტევის განვითარება. იაშვილმა გადმოაწოდა კიდევ ერთხელ მორკინალებს, ამჯერად სახელაშვილი უტევდა. კარგად იარა ამ შემთხვევაში გოგოლაურმა, გადაკვეთა უპირატესობის ხაზი, მორავია აღარ ამოაგდო ბურთი მორავიამ, შეინარჩუნა იაშვილი. მარცხნივ გრძელი გადაცემა იაშვილის მხრიდან, აი აქ პატარა გაუგებრობა თანაგუნდელებს შორის, ისინი სესიაშვილი და კეშელავას გულისხმობ და ისევ სავოიანი, ისევ არმიელები არიან. კარგად უტევს სავოიანი, მარჯვნივ კარგი პასი, პიტერსი, სესიაშვილი თავად წაიღო, მორიგი ამოგდება სესიაშვილის ამჯერადაც. ვერ გაუგეს ერთმანეთს თანაგუნდელებმა და ამჯერად უკვე ბურთი ყოჩების კონტროლის ქვეშაა. იაშვილი მარცხნივ ხარაზიშვილი საბოლოოდ ეპიზოდი ყოჩების სასარგებლოდ განიმუხტა. რა თქმა უნდა, ყოჩებისთვის გამარჯვება უფრო ძვირად ფასობს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა არმიისთვისაც
რომელიც იბრძვის პლეი-ოფის ზონაში მოსახვედრად, დღეს მოპოვებულ გამარჯვებას და ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მოდი გადავხედოთ სატურნირო ცხრილს. მე კი მოგახსენეთ სატურნირო მდგომარეობა, მაგრამ გათვალისწინებული არ მქონდა ხარების გამარჯვება. 7 ლელოდადო ხარებმა საინივალი ტიმს 3 ლელოდადო დაფრინავენ. ეფექტური თამაში ჰქონდა ხარებს. კი დღეს მოანა პასიფიკეს მესამე ხაზელმაც 3 ლელოდადო, ვარათანსის გარემარგმა იორგენსენმა 2 ლელოდადო და ძალიან ახლოს იყო მესამე ლელოსთან. ჰეტრიკების დღე გვაქვს. მოკლედ და ხო არა პირველად არ დადეს ფიჯელმა ლეგიონერებმა რუსთავის შემადგენლობაში, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ჰეტრიკს ასრულებს მათი ლეგიონერი, რაც ნიშნავს იმას, რომ 33 ქულას დაემატება 5 ქულა და გაუხდებათ 38 ქულა და ამჟამად მეოთხე ადგილზე სწორედ 38 ქულით რუსთავის ხარები იქნება. თბილისის არმია იმ შემთხვევაში თუ ბონუსის ქულით მიუახლოვდება, თანაბარი ქულები ექნებათ. გაგრძელდა თამაში, არაზუსტი გადაცემა და მალაღურაძემ გადაიტანა ბურთი შორს მეტოქის ნახევარზე, უშეცდომოდ ითამაშეს არმიელებმა. თავადვე წამოიღო ბურთი, ნახოთ როგორ შეტევას განავითარებს კეშელავა, თუმცა სამწუხაროდ კვლავ ტექნიკური წუნდა, როგორც დავინახეთ. ჩაუვარდა ჯაბა ბრეგვაძეს პირდაპირ ხელში, აქ საკითხავია, შეძლებს თუ არა ბურთის ამოღებას ჯაბა ბრეგვაძე და შეძლო, რა თქმა უნდა, შეძლო ჯაბა ბრეგვაძემ ამ შემთხვევაში ბურთის ამოღება. ვინ თუ არა ლაშა მალაღურაძე მივა. და სწორად დავინახე, კარში დარტყმის გადაწყვეტილება მიიღო. საკმაოდ შორეული დისტანციიდან დაახლოებით 50 მეტრი, თუმცა პირდაპირ ძელებს შორის არის ეს ბურთი. დაველოდოთ მალაღურაძის ჯარიმას. ნახოთ, ვიხილავთ თუ არა გატანილ 50 მეტრიან ჯარიმას. მატჩის სტარტზე აქვს მალაღურაძეს იმის რესურსი, რომ აი ამ პოზიციიდან კარგი დარტყმული გამოუვიდეს. ასეც ხდება 6-3 მალაღურაძის 50 მეტრიანი ჯარიმით. კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ ყოჩები დღევანდელ შეხვედრაში. ზუსტად მანძილიც იყო, სიზუსტეც ძალიან კარგი იყო, გამოცდილი გეზავის დარტყმული შემდეგ და ანგარიში ხდება 6-3, საკმაოდ დაძაბული თამაშია. და იმედია ესეთი თანაბარი თამაში იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ვისი ამოვნებთ თამაში. გუშარაშვილი კარგი ცრუ მოძრაობა გაჭრა. კარგი არა, გუშარაშვილმა დროულად ამოუგდო პერანიძეს, გადაკვეთა მანაც უპირატესობის ხაზი. ბრეგვაძემ სწრაფად გამოიტანა, იქ მყოფ მორკინალს დაარტყმევინა, აღმოჩნდა ორი მბოჭავის წინააღმდეგ, თუმცა ინარჩუნებს ბურთს ყოჩები. მალაღურაძე მარცხნივ კარგი გაგრძელება, გადაწოდება გოგოლაშვილის ფეხი, რომელიც საკმაოდ კარგი დარტყმული გამოდგა, რომ არა აი ეხლა ის რომ გადავიდა დარტყმის ადგილზე იქნება. დიდი არჩევანი არც ჰქონდა ამ შემთხვევაში, იძულებული იყო რომ ფეხით განეხორციელებინა ეს დარტყმა. ოდნავ ძლიერი იყო, თორემ ის პირი უჩანდა რომ შეიძლებოდა 5 მეტრიანიდან განაეხლებინათ არმიელებს, რაც რა თქმა უნდა აძლევდა ყოჩებს ამ შემთხვევაში ხელს, თუმცა ამჯერად არმიის შეკინება მეტოქის ნახევარზე და ძალიან კარგი შეტევის პლაცდარმი, მთელი მარცხენა ფრთის კარგად ამოწურვა შეუულიათ. თუმცა ცენტრში ისეთი მოთამაშეები წყავთ სესიაშვილის და ბარბაქაძის სახით, რომ შეიძლება კარგი კომბინაციითაც შუაში ხაზის გაჭრა თუნდაც. შეგახსენებთ ორივე მათგანი საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების წევრია. მე ვგულისხმობ იმ სამხრეთ აფრიკასთან ჩატარებულ მატჩებს და საბოლოო შემადგენლობა ალბათ უფრო მოგვიანებით იქნება ცნობილი, როდესაც
უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავერთვებით დაახლოებით ალბათ რაღაც ერთი თვით ადრე ჯერ კიდევ საკმაო პერიოდია დარჩენილი 20 წლამდელთა მსოფლიო თასისთვის, თუმცა ისეთი დონის მოწინააღმდეგესთან ორი მატჩის გამართვა როგორც სამხრეთ აფრიკაა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად კი, სესიაშვილი ორივე მატჩში თამაშობდა, ხოლო ბარბაქაძე მხოლოდ პირველ მატჩში ითამაშა. პიტერსი კარგი იყო ძალიან, მაჭარაშვილი და მაჭარაშვილი დიდი ალბათობით გაიტანს ლელოს, თუმცა ლუკა ნიშნიანიძემ აწია ალამი, რაც ნიშნავს იმას, რომ აუტია. მაინც ძალიან კარგად ითამაშა გადაზღვევაზე. გოგოლაშვილი იყო თუ ასე ვთქვათ, ლევან გოგოლაშვილის try saver-იც ვიხილეთ. try saver tackle, მაგრამ თლათ ბოჭვაც არ იყო, აი უბიძგა ხელი დააკარგვინა კონცენტრაცია ასეთ აკრეფილ სიჩქარეზე და დაახლოებით იგივე მომენტი იყო, უღოდ გოგოლაშვილი დებდა და ეგრე გადაუსეს. თანაბარი მომენტები აქვს ორივე გუნდს. ყველა კომპონენტში თანაბრად ცვლიან გუნდები მომენტებს. საბოლოოდ პერანიძის შორეული დარტყმა გამოვიდნენ საფეხბურთო ზონიდან ყოჩები. კარგად დახვდა ამ პირველ ბურთს ბექა მაჭარაშვილი, გადააწოდა პიტერს, რომელმაც მოძებნა თავისუფალი სივრცე და გადაკიდა ფეხით. როგორც ჩანს, პირდაპირ გადავიდა კიდეზე ბურთი და სწრაფად განაახლეს თამაში ყოჩებმა, მათაც ფეხით გადაკიდეს. ნახოთ ვის დარჩება და აი ასეთ სიტუაციებში ესე ბურთის გადმოგდება არ მუშაობს, იმიტომ რომ მეტოქის მორაგბეც შეიძლება იმ პოზიციაზე აღმოჩნდეს. ეს კი ჭიჭინაძის დარტყმული ძალიან ცოტა დააკლდა ყოჩების ფულბექს იმისთვის, რომ 15-22 წესი ამოქმედებულიყო. ნუ გარისკა, მაგრამ რისკმა ვერ გაამართლა ამ შემთხვევაში. ჩანაფიქრი კარგი იყო ნამდვილად. 10 მეტრიან წვეტილთან ლევან ჭავჭავაძე მოაწოდა. ძალიან გახსნილი და ლაღი თამაშია, რაც მომწონს მე პირადად. ორივე გუნდს კარგი შეტევები აქვთ და რიგ ეპიზოდებში საბოლოოდ დამცველი გუნდი კარგ დაცვასაც ახვედრებს მეტოქეს. აქ მოიგო დერეფანი ყოჩებმა, მაგრამ ჭავჭავაძეს ექნება კიდევ ერთხელ შესაძლებლობა რომ მოაწოდოს ბურთი დერეფანში. როგორც გითხარით, ორი ძალიან კარგი წერტილი აქვს დერეფანში არმიას, ბერიკაშვილის და მაროვიას სახით. ამჯერად ორი ხელით დამაჯერებლად მოიპოვეს ბურთი დერეფანში არმიელებმა, წაიღო სავოიანმა, კარგი მიძალებაც იყო, გრძელდება არმიელთა შეტევა, გაჭრა ხაზი ბარბაქაძემ, წამოდგა ისევ ფეხზე და თავადვე შეუტია. ძალიან ეფექტურია დავით ბარბაქაძე მოქმედებაში, კონტრაქის მცდელობა, გოგოლაური, ბერიკაშვილი, მაროვია სწრაფადვე ამოუგდო ჭავჭავაძეს, მაგრამ არაზუსტი ქმედება. რანი ფხალაძეს სწრაფი ბურთი შემოუტანეს, რომელიც პირდაპირ კიდეზე გადადის და არც თუ ისე კარგად ურტყავს ახალგაზრდა შუამარ ბიბოლნისის ყოჩების. რჩება ბურთი ყოჩების 22 მეტრიანში, მოაწვის ბურთს დერეფანში ლევან ჭავჭავაძე. წნეხში ამ ყოჩები ცოტა უჭირს ბოლო წუთებია საკუთარი ნახევრიდან გამოსვლა და მეტოქის ნახევარზე გადასვლა. ნახოთ ამჯერად რა ხიფათი შეიძლება შეიქმნას არმიელთა დერეფნიდან, კარგი პლაცდარმია საფეხბურთო შეტევის განსახორციელებლად. ბერიკაშვილი კლავინდებურად სუფთად იგებს ბურთს ორი ხელით, მოლის დაყენების მცდელობა არის, თუმცა ფორმირება ძალიან ცუდი აქვს მოლს, ჯაბა ბრეგვაძეა შესული, გაიჭედა და ჯაბა მთელ თავის გამოცდილებას რაც კი აქამდე უთამაშია, მოკლე დროში ერთ-ერთი გამორჩეულია ყოჩების რიგების ეპიზოდებში და ეხლაც სწორედ მისი წყალობით დაიცვა მოლი ყოჩებმა. ვაშამ ალაღურაძე აქვს მას იმის უფლება, რომ პირდაპირ კიდეზე გადავიდეს. საკმაოდ კარგადაც გადადის, გადაიტანა ბურთი მეტოქის ნახევარზე.
ყოჩების დერეფნით განახლდება დღევანდელი შეხვედრა. პირველი ტაიმის დასრულებამდე კი 5 წუთზე ოდნავ მეტია დარჩენილი. სწრაფად იწურება პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო. აქ როგორც ხედავთ, ვანო ბერიკაშვილს აღმოუჩინეს დახმარება, გადაუხვევენ ფეხს და განახლდება შეხვედრა. მისარგებლებს შემთხვევით და აქვე იმასაც დაგიანონსებთ, რომ უკვე ხვალ გაიმართება დიდი 10-15 ტურის დასკვნითი მატჩი 15 საათზე ხვამლი ტაოს უმასპინძლებს რთული გასვლითი შეხვედრა ელის ტაოს, რომელსაც ასევე ძალიან ესაჭიროება გამარჯვებების მოპოვება და ქულების აკრეფა. თუმცა თავის მხრივ ხვამლი ეცდება დამაჯერებელი ბონუს ქულით გამარჯვების მოპოვებას და პლეი-ოფის ზონაში პოზიციების განმტკიცებას. ბოლოკაძე აგდებული ბურთი ბერიკაშვილი ორი ხელით იგებს და იაშვილი უკვე მაღალი დარტყმულით გამოდის საკუთარი ნახევრიდან, რომელსაც ჯონი თორღვაშვილი ძალიან კარგად ხვდება. აბრამიშვილი წნეხშია, მაროვია ძალიან აქტიურია, როგორც დაცვითი, ასევე შეტევითი ფუნქციების დროს. მალაღურაძის ძლიერი დარტყმული. კარგია პიტერსი ძალიან დამაჯერებელი, ესე წყნარად აუღელებლად თამაშობს უკანა ხაზიდან. უშეცდომოა დღეს პიტერსი, საკმაოდ კარგ თამაშს ატარებს. კი, არაზუსტი ქმედებები. ცოტა გარისკა ჭიჭინაძემ და არ გაუმართლა. ამ სიტუაციაში კარგად თამაშობს თბილისის არმია ამ სიტუაციაში და მე თბილისელების არის კლავინდებურად დერეფანი. შეიცვალა უკვე ტერიტორიული უპირატესობა, თუ საწყისი 20 წუთის განმავლობაში ყოჩების საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ძირითადად დომინირებდნენ მეტოქის ნახევარზე, ამჯერად უკვე არმიელები არიან სტაბილურად ყოჩების ნახევარზე დამკვიდრებული. კარგია. ორი ხელით დამაჯერებლად მოიპოვეს ბურთი დერეფანში, სავოიანის კი უკაცრავად სავოიანი არა, ეს გახლავთ სახელაშვილი. ვერ შეძლო მან ბურთის შემაგრება. პიტერსი იქნება ამ ბურთზე პირველი, რომელიც ასევე ფეხის დარტყმას აბრუნებს. გოგოლაშვილი მოდის კარგად, თავადვე უბრუნებს ფეხით და ამ ყველაფერს ბრწყინვალედ აკეთებს ლევან გოგოლაშვილი. ამუშავა 50-22. საინტერესო რამ მოხდა, პიტერსმა ფეხი დაარტყა, მარჯვენა ფრთის გარემარბი წაყვა დარტყმულ ბურთს და პიტერსი არ გადავიდა ბოლომდე კიდეზე, არ დაიცვა ცარიელი ზონა, რამაც გამოიწვია ის რაც მოხდა. ჯაბა ბრეგვაძე ბურთით მეტოქის 22-ში დაახლოებით ალბათ 12-14 მეტრი ლელონდე. ბოლოკაძე აგდებული ბურთი ორი ხელით მოიპოვა ბურთი გოგიძემ, შემდეგ ღებრიშვილმა წაიღო კარგი წინსვლა. ღებრიშვილის ლელონდე დაახლოებით 1 მეტრში შეაჩერეს. ღებრიშვილი გრძელდება ყოჩების შეტევა, როგორც ჩანს წინ გაუვარდათ ბურთი. ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში კლავინდებურად ცდებიან ყოჩების მორაგბეები და ფაქტობრივად გაშვებული ლელოსგან გადარჩნენ ახლა არმიელები. გამიკვირდა იქ 0-თანაც იყო სივრცე, შეიძლება და იქაც შეტევა, თუმცა ესეთი პასი ოდნავ სიღრმეში შეიძლება და ოდნავ უფრო როიტყვენ უეჭველი პასი გასულიყო და ზედმეტი რისკის გარეშე გაეშვა პასი ყოჩების მორაგბეს, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს ალბათ ერთ-ერთი ბოლო მომენტი, რომელიც დამთავრდა შერკინებით, ნახოთ აქედან რა გაგრძელება იქნება, როგორც ყოჩებს, ასევე არმიას. ჩვენ იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ თამაშის დასრულების შემდეგ 18-სა და 15 წუთზე დაიწყება 6 ერის გადამწყვეტი მატჩი, რომელიც ბევრ რაღაცას გამოარკვევს. ვინ გამარჯვებული იქნება, ვინ მეორეზე გავა, ვინ მესამეზე, დაახლოებით კონტურებს გამოკვეთავს უკვე.
და ეს ბოლო შანსი აქვს საფრანგეთს თუ უნდა რომ პირველობისთვის იბრძოლოს. ირლანდია ყავს დასამარცხებელი ავივა სტადიუმზე. რაც საკმაოდ რთული მისია, თუმცა არანაკლებ ძლიერი გუნდით არის საფრანგეთი წარმოდგენილი, შეიძლება რომ ყველაფერი მოხდეს, ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში გულშემატკივარი დაცაბულ და საინტერესო მატჩს იხილავს. კი, რომელიც ჩვენს არხზე იქნება რაგბი ტივიზე 18 საათსა და 15 წუთზე ძალიან მაგარი თამაში იქნება, ასე რომ მოყვარული, არამოყვარული ყველა გიწევთ ტელეეკრანებზე ძალიან კარგი თამაშის მოლოდინში თან საინტერესო ის იქნება რომ ირლანდია გამოდის 6-2 მარკაფით, ხოლო საფრანგეთი 7-1-ით, ეგრეთ წოდებული ბომბ სკვათი, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკამ შემოიტანა რაგბიში. და სხვათა შორის თუ კი რასი ერასმუსი წარმატებით იყენებს ამ 7-1 მარკაფას, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამ ფორმაციამ არ გაამართლა და აფრიკელები დამარცხენ, სწორედ ირლანდიასთან გამართული მატჩი იყო. ნახოთ ფრანგები როგორ შეძლებენ 7-1 მარკაფის გამოყენებას. ხო, მაგრამ საინტერესოა რომ მიბაძა ირლანდიამაც და 6-2 გასათვალისწინებელი მანდი ის არის რომ დუპონის ფაქტორი მას ყველგან შეუძლია თამაში. პირველი ტაიმი დამთავრდა საკმაოდ კარგი თამაშია. ბრძოლაშია ორივე გუნდი გაცვალეს თავდაპირველად ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ ოჩებს, შემდეგ უკვე დასკვნით ნაწილში პირველი ტაიმის არმიელები დაეუფლნენ უპირატესობას. იმედი ვიქონიოთ რომ მეორე ტაიმის ასეთ უშეღავათო ბრძოლაში გაგრძელდება, შეისვენებენ დაახლოებით 10 წუთი გუნდები და დაგიბრუნდებით უკვე მეორე ნახევრით. დროებით.